დადგება თუ არა საქართველო აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბაქოში ჰეიდარ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილხამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის განცხადება საფრთხის შემცველად აღიქვეს. პრეზიდენტის მოსაზრება ასეთია: რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენები აქტიურად მონაწილეობენ იმ გეგმის განხორციელებაში, რომელსაც რუსეთი ალიევის წინააღმდეგ გამზადებს. რამიზანი ჰქონდა ალიევთან საუბრის დეტალების გახმაურებას, ამაზე პოლიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თავად ალიევის ადმინისტრაცია კი კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს თემა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა. მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ჩვენი დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი საფრთხის შემცველ პოზიციას იკავებს აზერბაიჯანთან მიმართებაში, შეიძლება მხოლოდ მის პირად მოსაზრებას ასახავდეს. ვერ ვიჯერებ, რომ რაც მან განაცხადა ალეკ პეროვთან და სხვებთან დაკავშირებით რეალობაა. როგორც სააკაშვილის მიერ ბაქოში გამართული არაერთი შეხვედრის მონაწილე, ვაცხადებ, რომ მსგავსი საკითხები მასთან არ განხილულა. ძალიან მწუხარ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რუსეთთან დაკავშირებით თავისი განცხადება გაახმოვანა, აზერბაიჯანსაც შეეხო. ასე ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნოვრუზ მამედოვი საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად რუსეთში ბიზნესმენ სადიკოვის მიერ მართულ დიასპორას აზერბაიჯანში ხელისუფლების შეცვლა აქვს დაგეგმილი. რუსეთში შეიქმნა დიასპორა, ვინმე სადიკოვია გარდაბნელი, ძალიან მდიდარი რუსი ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ბიზნესმენი. იქ შეიყვანეს ალეკ პეროვი და რამდენიმე სხვა რუსი მილიარდერი. ეს მიზანია ზუსტად იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის პრეზიდენტის მიმართ წინააღმდეგ, როგორც ეს ბრძოლა წარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის ამ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ, თუმცა თვლიან, რომ ის ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს. უმცირესობის წევრები კი აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის განცხადება მხოლოდ პრევენციული იყო. არ ამგონია, რომ პრეზიდენტის რაღაცა ზოგ შემთხვევაში უპასუხისმგებლო განცხადებებმა რაიმე ჭრილი მიაყენოს ამ ურთიერთობას, მაგრამ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ნებისმიერ თავის სიტყვას, რომელმაც შესაძლოა, რა თქმა უნდა, იქონიოს რაიმე უარყოფითი გავლენა. ბევრ საკითხთან მიმართებაში საერთო პოლიტიკა ჰქონდა ჩვენ და აზერბაიჯანს, ამიტომ საფრთხეები ბუნებრივია, არ არის რეალური ჩემის აზრით, თუმცა ვიღაცის თავებში ესეთი შეხედულებები რო იხარშება, ჩვენგან განსაკუთრებულ პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვს. პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებენ პოლიტოლოგებიც. მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის შესაძლოა მართლაც შედგა. რამაზ საყვარელიძის თქმით კი ამგვარი განცხადება ქვეყანას საფრთხეს უქმნის. ვუშვებ იმას, რომ ამ თემაზე საუბარი იყო პრეზიდენტებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მხარე ვარზეა, მაგრამ ასეთი სიმძაფრით ალბათ არ იქნებოდა და ის დეტალები ზოგიერთი, რომელიც ნახსენები იყო, მე ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილის დამატებულია. პრეზიდენტი და მისი გუნდი სულ აზგავს ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. სულ ცდილობს, რომ ამ ინტერესებს შეუქმნას საფრთხე. საერთაშორისო არენაზე შიგნით, ეხლა უკვე სხვადასხვა ეთნოსებს შორისაც ფაქტიურად სადა სიტუაციის გართულება. ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა, რის შემდეგაც ის თურქეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.